ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პიაკაუმმა საქართველოში დაგეგმილ და შემდეგ გადადებულ ვიზიტთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საუბრობს. ის ამბობს, რომ მიიღო წერილი სამი ოპოზიციური პარტიისგან, სადაც გარკვეული პირობების დაკმაყოფილებამდე, რაც მათ შორის დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას შეეხებოდა, არ ურჩევდნენ საქართველოში ჩამოსვლას. კაუმას განცხადებით ამ ეტაპზე ცხადია მისთვის შეუძლებელი იქნებოდა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუმცა მისივე განმარტებით ხელისუფლების წარმომადგენლებს სურდათ და მზად იყვნენ მასთან შესახვედრად და ოდირის რეკომენდაციების განხილვაზე სასაუბროდ. კაუმას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა თუ ვინმე გარედან განსაზღვრავდა ლეგიტიმურობას. რადიო თავისუფლების კითხვაზე მსგავსი ანგარიში ფინეთზე რომ გამოქვეყნებულიყო, რა პოზიცია გექნებოდათ, კაუმა პასუხობს, რომ მაშინაც დიალოგს დაუჭერდა მხარს. ვფიქრობ, ეს ყოველთვის კარგი მიდგომაა, რაც ახლა საქართველოსთან დაკავშირებით მაწუხებს არის ის, რომ მმართველი პარტია და ოპოზიცია ერთმანეთისგან ასე შორს არიან და მათი შეხედულებები ძალიან განსხვავებულია. ჩემი აზრით, რაღაც ეტაპზე მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ ვინმეს შუამავლობა გაეწია ან დიალოგი გაემარტივებინა მხარეებს შორის. რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი, კაუმა პასუხობს. უნდა გაგაწმილოთ არჩევნების შეფასებისას ეუთოს ზოგადად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ტერმინს არ იყენებს. ჩვენ ვაფასებთ, იყო თუ არა არჩევნები კონკურენტული და ჰქონდა თუ არა ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა თავისუფლად ჩაეტარებინა კამპანია. აცხადებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.